ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან ვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევას სურს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრის განცხადებას როგორ ხო, შემაშფოთებელია, როდესაც არის ცდილობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხები. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმის მეტი გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და კონსერვატორული ხაზზე დაждომის მცდელობა. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ როგორ იოლად წირავენ ქართველ ხალხს ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. მოყვანა იმასთან დაკავშირებით თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში ან ბევრი არიან და ასე შემდეგ არასერიოზული არის. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე გარწმუნებთ, რომ ნახავთ მათ შორის პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად მათ შორის სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე სტატისტიკურად უფრო მეტია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ქართული ხალხის მიმართ არაკეთილსინდისერის დამოკიდებულებას და შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკი თავად როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შექმნილი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის და გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების რეკეტის სისტემის შექმნილ სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს. ევროკავშირის ელჩმაც იგივე თემაზე ჩაგეკითხებით ბატონო შალვა, ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა კომენტარი, რომელიც განიხილება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ დიდ პასპორტებს შეეხება ხელისუფლების ქმედებებზე. რაც შეეხება დიდ პასპორტებს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას, კარგი იქნება თუ იტყვის 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც დიდ პასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი მუხლის, რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ ერთხელ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირის შორის დაიდო დიპლომატთა და სამსახურე პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისერის დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ აქვს ქართველი ხალხის მიმართ. სხვა ქვეყნების თუ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერ ქცევას ვხედავთ და მათ შორის მაგალითად მოვიყვან ახლა საქართველოს და ევროკავშირის შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება დიპლომატიური და სამსახურები პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დაარღვია ევროკავშირმა. რაც შეეხება დემოკრატიულობის შეფასებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირმა 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურე პასპორტებისთვის. ქართველი ხალხი შემდეგ ქართულ ხალხს გვალოდინეს კიდევ 7 წელი ამის შემდეგ. 2017 წელს ხალხისთვის ჩვენთვის გახდა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და იმუშავა იმისთვის, რომ ხალხს მიეღო უვიზო მიმოსვლა. და შეგახსენებთ, რომ აქაც სააკაშვილის ელიტა გიორგი კანდელაკი, რომელსაც ჯიბეში ედო დიპლომატიური პასპორტი 2000
15-16-17 წლებში, როდესაც უვიზო მიმოსვლის საკითხი წავიდა ხალხი, ჯიბეში ედო უვიზო მიმოსვლისთვის პასპორტი დიპლომატიური და ბრიუსელში დადიოდა ოთახიდან ოთახამდე და ეუბნებოდა ევროკავშირის სხვადასხვა თანამშრომლებს თუ წარმომადგენლებს, რომ ქართული ხალხისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლის. ანუ თვითონ ქონდა კანდელაკს და ნაციონალურ მოძრაობის წევრებს, თვითონ ქონდათ უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტი და ხალხისთვის ენანებოდათ ეს და კიდევ რაც შეეხება კიდევ ერთხელ ამ შეფასებებს 2010 წელს დიქტატორულ რეჟიმს მისცეს, ასე რომ რა თქმა უნდა ახლა საუბარი იმაზე თითქოს ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ეს არის ყურით მოტანილი არგუმენტი, რომელსაც რა თქმა უნდა თან საფუძველიც არ აქვს. ჩახედონ ნებისმიერ შედარებას, მათ შორის პოლონეთთან შედარებას რიგ ასპექტებში საქართველოს რომ უსწრებს პოლონეთსაც მაგალითად. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. ნუ ეხლა რა გითხრათ პოლონეთის, ან კიდევ ერთხელ პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების პოზიცია არის, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე საგარეო მინისტრის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა. აი, მოყურეთ, არა, მოყურეთ, შესაბამისად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ვნახეთ გარეჩარევ იმისთვის ქართული ოცნება ჩამოეცილებინათ გარედან ხელისუფლებიდან და მოეყვანათ დაებრუნებინათ ნაციონალურ მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ გარემოცვა დაებრუნებინათ ხელისუფლებაში. დამარცხდნენ ისინი, ვინც გარედან ცდილობდნენ ქართული ხალხის ნების წართმევას და ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ქართული ხალხის წინააღმდეგ, ახლა იმიტომ რომ დამარცხდნენ არჩევნებში. კიდევ ერთხელ სხვების კეთილსინდისიერებაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ, არაკეთილსინდისიერებას ვხედავთ 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია ევროკავშირმა, როდესაც დიპლომატიური პასპორტებისთვის გასცა რეკომენდაცია უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ვამხელთ და ვითხოვთ პასუხებს და ვხედავთ თუ პასუხები არ არის. თუ არა და აგერ ევროკავშირის ელჩი და გასცეს პასუხი. 2010 წლის ხელშეკრულება არსებობს ქვეყნებს შორის, ესე ხო არ არის. თვითნებობა ქვია, როდესაც ადამიანი ხელშეკრულებას არღვევს კერძო ურთიერთობაში. ხელშეკრულებაში წერია როგორც პირობები, ისე ხელშეკრულებიდან გასვლის პირობების წერია. ამ ხელშეკრულებაში წერია ეს პირობები და დაგვისახელონ რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს კითხეთ დონალდ ტუსკს რას ეუბნება. ეს კითხეთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, ეს კითხეთ ევროკავშირის ელჩს, რას ერჩიან ქართულ ხალხს. ეს კითხეთ პოლონეთის ელჩს კითხეთ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის რატომ უნდათ ქართული ხალხის გამოყენება და რას ერჩიან ქართულ ხალხს. ჩვენ თუ დავაკვირდეთ იმას, თუ ვისგან მოდის ეს ზიზღის კამპანია და მოდის იმ NGO-ებისგან, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, თუ დავაკვირდებით იმას, რომ რეაქცია არის ნული, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აშკარა არის უკვე და ცხადია, რომ ეს ზიზღის კამპანია გამართლებული, წაქეზებული და დაფინანსებული არის გარედან. ამ შემთხვევაში ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სხვადასხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. ქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას, მან ეს შანსი არ გამოიყენა, შესაბამისად ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. ამიტომ ეს დღეს უკვე მოცემულობა არის, რომ ეს ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში არის, ეს ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება მათ შორის ევროკავშირის საელჩოდან. ახლა ერთადერთი რაც უნდა მივაყენოთ ის, რომ მოვითხოვოთ, რომ შეწყდეს ძალადობის და სიძულვილის გამართლება და დაფინანსება ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ხო, ნუ ბრიტანეთის საელჩოს მე მგონი გუშინ ფიქრობდა რომ რაღაც
ჩაქუჩს დაარტყავდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი ტაბულა. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ნაციონალური მოძრაობის 5 ნომერი რო იქნება ორგანიზაციაში, იმას ვაფინანსებდა ქართულ ხალხს რო ეუბნებიო, იცით რა ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო. კიდევ ერთხელ ახლა შტერი ვგონი ვართ, მე მგონი, აი ბრიტანეთის ელჩს, ოდესაც ის თვლის, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი ტაბულას დაფინანსება არის მედიის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება და მეორე შტერიგონია ალბათ ქართველი ხალხი თუ კი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს რომ NGO მომავლის აკადემია თუ რაღაც ასე ქვია მისი დაფინანსება რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ პარტიული ხალხი რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაცა მზადებს. ყველა შეგახსენებთ რომ ერთიც, მეორეც, მესამეც სულ ყველა მუშაობს იმისთვის რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები. როგორც ტაბულა და მის უკანდგომი პოლიტიკური პარტია, ისევე აკადემია ეგრეთ წოდებული მომავლის და მის უკანდგომი პოლიტიკური პარტია, ანუ ის გაცხადებული პოლიტიკა აქვს რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის ფულის მიცემა სურს ბრიტანეთის ელჩს. ნუ ეხლა არ ვიცი ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება ადამიანმა განაცხადოს, არ ვიცი მე რომელიმე ქვეყანაში. ხდება ისაც ყოველთვის ხდებოდა არანაირი ლიდერი ოპოზიციას არ ყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. გარედან იმართება სრულად, მარიონეტები არიან, სრულად იმისა თუ რას ეთქვიან. გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით არანაირი საკუთარი ნება მათ არ გააჩნიათ, აქედან გამომდინარე შესაბამისად მათ საუბრიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთება რთული არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩვენ დავაკვირდეთ რა საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორები, ვინაიდან ისინი წყვეტენ მათ პოლიტიკურ დღისწესს. ხო, არის გარკვეული პროგრამები, რომლის დანერგვაც ხდება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იმთავითვე. აქედან გამომდინარე, დამატებითი თანხმობები შეიძლება არ იყოს საჭირო, მაგალითად, როგორიც არის ჰორიზონტი ევროპა, ან კრეატიული შემოქმედებითი ევროპა და ასე შემდეგ, რომელიც შეთანხმებით იწყება და მიმდინარეობს, ანუ იქ აპრიორი თავიდანვე არის ჩადებული, აქედან გამომდინარე, მათ შორის ბიუროკრატიული დამატებითი ზედმეტი არასაჭირო ბარიერების თავიდან მოსაცილებლად იქნა გამონაკლისები დაშვებული. კიდევ ერთხელ ჩვენ გვაჩვენა, მათ შორის აი ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ თუ როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ეს კანონი. ის რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს ხო ერთამეს გვაჩვენებს, რომ აქამდე, იმიტომ რომ ეხლა თანხმობა ჭირდებოდა. აქამდე თანხმობა არ ჭირდება, გამოდის რომ დიდი ალბათობით ის ასე ვთქვათ საჯაროების გარეშე აფინანსებდა ამ პროპაგანდას და რადიკალიზმს. და ახლა კითხვა არის, ერთადერთი კითხვა არის დღეს ბრიტანეთის საელჩოს მიმართ გაასაჯაროონ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვის რამდენით აფინანსებდნენ. იმიტომ მათ უკვე მან თავად ამხილეს საკუთარი თავი, რომ თუ კი ახლა აპირებდნენ პროპაგანდის დაფინანსებას და რადიკალიზმის დაფინანსებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას, დიდი ალბათობით 2004 წელშიც მათი დაფინანსება პროპაგანდაში და რადიკალიზმში.
ანუ ორი მიმართვა, ერთი არის გამჭვირვალობა, რომელსაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის კანონი და ფარა და მეორე არის განხორციელების საქართველოში ის პროექტები და ფული დაიხარჯოს ქართველი ხალხის სასარგებლოდ და არა საზიანოდ. ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელი ხადება ამ ხელს იმას, რომ ბრიტანეთის საელჩო გეგმავდა ქართველი ხალხის დაზიანებას, ქართველი ხალხის საზიანოდ ფულის დახარჯვას პარტიულ პროპაგანდასა და რადიკალიზმში. ასე რომ აი ეს არის მტკიცებულება, ყველაზე დიდი მტკიცებულება გუშინ მოგცა ბრიტანეთის საელჩომ, როდესაც ამხილა საკუთარი თავი, რომ კიდე კარგი ეს თანხმობა შემოვიღეთ, თორე ეს თანხმობა რო არ ყოფილიყო, ხო დააფინანსებდა ამ პროპაგანდას, პარტიულ პროპაგანდას, ხო დააფინანსებდა ექსტრემიზმს, ხო დააფინანსებდა რადიკალურ ჯგუფებს. ამიტომ ყველაზე კარგი არგუმენტი თუ რატომ იყო საჭირო გრანტების შესახებ კანონში ცვლილების მიღება და თანხმობის შემოღება, თავად ბრიტანეთის საელჩომ მოგვაწოდა. მეც მეჩქარი. ჩვენ ხედავთ სოციალურ სიძულვის კამპანია, რაც ხდება და დაბარებულები არიან ახლა საქართველოს სასამართლოში ეს ადამიანები რა საღმოყრის ზოგადად გავხსნის ჩვენ საერთოდ ჯამში ვხედავთ და მათ შორის ამიტომაც წერდი მე წერილებს ევროკავშირის ელჩს, ამიტომ მოუწოდებდი დიდი ხანი საჯაროდ ელჩებს, დონორებს, რომ შეეჩერებინათ ეს ზიზღის კამპანია, რომელიც დაფინანსებული არის გარედან. მათ ეს არ გააკეთეს და ჩვენ საზოგადოებას რომ ზიზღი და სიძულვილი წარმართავდეს ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებრივ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე არის ეს საჩივრებიც, რომელიც არის სტანდარტი ყველა სხვა ქვეყანაში, დღესაც გასაჯაროვდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, სულ ახლახან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვის პლატფორმა X-ზე ყველაზე სულელი მინისტრის წოდების გამო ადამიანმა 20,000 ლარის ეკვივალენტის ჯარიმა დაეკისრა. ასე რომ ეს ყველგან ასეა, გამოწვევა არის სიძულვილის, უბრალოდ საქმე ის არის, რომ სხვაგან რო არის მიუღებელი მოლოტოვის კოქტეილი, ჩვენთან ამას აფინანსებენ, რომ მოლოტოვის კოქტეილი კარგი არის ამ რეკლამირება. სხვაგან რომ მიუღებელი არის სიძულვილი, ჩვენთან მხარს უჭერენ სიძულვილს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ერთი რამის გააზრება და ასევე მნიშვნელოვანი და ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან იქნა შემოტანილი და იმპორტირებული არის უცხოეთიდან, ეს იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს. მეორე მხრივ ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც არის საჩივრები, ეს ადამიანები არიან მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებელი. სინამდვილეში ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი, ამიტომ მოპასუხეები არა ეს ინსტრუმენტები არიან, რომლებიც სოციალში თავის ბողბას ამთხოვენ, არამედ მოპასუხე არიან ის დონორები, მოპასუხეები არიან ის ელჩები, რომლებიც ახალისებენ, მხარს უჭერენ და აფინანსებენ ამ სიძულვის კამპანიას. ის ზიზღის კამპანია, რომელიც დღეს არის სოციალურ ქსელში თუ ქუჩაში, ჩვენ ხედავთ, რომ ყოველ ამ ზიზღის კამპანიაზე ჩვენ მიმართავთ დონორებს, რომლებიც აფინანსებენ, მხარს უჭერენ ხოლმე ასეთ ადამიანებს, გაემიჯნონ სიძულვის და არც ერთხელ ევროკავშირის ელჩი არც ერთხელ არ გაემიჯნა, არც ერთხელ გეტყვით რატომაც არის, არც ერთხელ არ გაემიჯნა ამ სიძულვის კამპანიას. მეორე მხრივ მხარდაჭერის განცხადებები ხო ხსნენია მათ შორის ფორმულას მიმართ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფორმულა რო არის ჩაწერილი, ეს ხო არის მხარდაჭერა იმ სიძულვილის და ზიზღის კამპანიისა, რომელიც ფორმულას თანამშრომლების მხრიდან იფრქვევა სხვადასხვა პლატფორმებზე. ამიტომაც ვამბობ, რომ ზოგიერთი ევროპელი დონორი თუ ელჩი ან აფინანსებს, ან უჭერს. მეორეც თანაბრად არის ნაწილი ზიზღის კამპანიისა. ეხლა როგორც მოქალაქე არის საჩივარ მისია. როგორც მოქალაქე ზუსტად მაგიტომაც მოუწევს მისვლა სასამართლოში და პასუხისგება ამას.
ჩვენ შეგვიძლია რომ მაგალითად შერჩევით დავაკავოთ ქურდობის ჩამდენების შერჩევით დავაკავოთ შერჩევით გამოვწეროთ შუქრიშის ჯარიმები და ასე შემდეგ. ანუ ეს ფიქრობთ შერჩევითი მართლმსაჯულება უნდა იყოს. ანუ ყველას ან მოკლედ საერთოდ თავარი არის ერთი რამე. მოპასუხე. ეჭვგავე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების აზროვნება არის გამრუდებული. იმიტომ ჩვენ ხედავთ ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომელსაც იყენებენ გარედან იმისთვის რომ ზიზღი დათესონ საქართველოში. ეს არის გულწრფელი ემოციონურად დაზიანებული ადამიანებიც არსებობენ. თავისუფალი ხალხი რომ არის ზოგიერთი, ასე რომ ანუ უყურეთ საქმეც ეს არის მოწყვლადი ჯგუფი არის ადამიანებისა, რომელსაც აქვს მათ შორის ამისინ ტრამპმა განაცხადა რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირი საერთოდ ფული უნდა დახარჯოს ამ ხალხის ბრაზის მართვის თერაპიაში საერთოდ ჯამში, იმიტომ რომ ემოციურად დაზიანებული მოწყვლადი ადამიანები არიან, რომლებსაც თავისი რის გამოც არის არ ვიცი, მაგრამ მოწყვლადი არიან ამ სიძულვილისთვის, იყენებენ გარედან მართულად და დაფინანსებულად, ხელშეწყობილად, ტაშის დაკვრის და ასე შემდეგ, იყენებენ იმისთვის, რომ სიძულვილის კამპანია გავძელდეს. რამდენჯერაც ეს სიძულვილის ფაქტები მოხდა, იმდენჯერ მე გამოვიდა ხან ევროკომისიის პრესპიკერი, ხან რომელიღაცა ელჩი, ხან რომელიღაცა კომისარი და ყოველ ჯერზე ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მარიამ ლაშქრის მცირეწლოვანი ბავშვების თანდაცემით თავდასხმა, გამოვიდა რომელიღაცა პრესპიკერი თუ კომისარი ევროკომისიის და სოლიდარობა გამოუცხადა იმ ხალხს, რომელიც ამას ჩადიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზ შედეგობრივი კავშირი, რომელიც არის ჩვეულებრივად ამერიკის წინაელს უყვარდა ხოლმე იმის თქმა, რომ ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელო გადმოწერა. ზუსტად სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს სქემა არის, როდესაც სხვა საზოგადოებაში ქსურს სოციალური ქსოვილის და დაპირისპირების შემოღება. ქურდობაზე იმიტომ კი არ იჭერენ, რომ ის ადამიანი შემდეგ იფიქრებს, რომ რაღაც ქონება აღარ უნდა. იმიტომ იჭერენ, რომ არ შეიძლება ქურდობა. სიძულვილის შეურაცხყოფა, ზიზღი არ შეიძლება. იმას შეიძლება ბევრი რამე უნდოდეს, მაგრამ ის რაც მოზდის ენაზე ყველაფერი არ უნდა თქვას ადამიანმა, ამიტომ არის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართლის დარღვევა. ვის მეც მოუწოდებ რომ არ მიიღოს ლელომ თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებად იქნება ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები წარმოდგენილი არჩევნებში, მით უფრო კარგი. ნუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, შეგიძლიათ თან პარტიის თავმჯდომარეს კითხოთ, თან შეგიძლიათ კითხოთ თავად ბატონ ირაკლის. ან კითხვა რა არის, რა პასუხი უნდა გაგცეთ ამას. კი, მეც, არ უყურეთ, მეც ქართულ ოცნებაში მაქვს პარტიული თანამდებობა. შეიძლება იცით, ან არ იცით, თუ არ იცით, გეტყვით, აბა რა თანამდებობა მაქვს. პოლიტიკური მდივანი. ასეც არ არის ანაზღაურებადი თანამდებობა. არ არის, როგორც წესი პარტიული თანამდებობები, არ არის ხოლმე ანაზღაურებადი თანამდებობები. ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ბრძოლაში ჩაერთო 2011 წლიდან. ანაზღაურებადი კი არა, ადამიანს დაუჭირეს სიმამრი და თვითონაც დაძდევდნენ ადამიანს. რა ანაზღაურებაზე საუბრობთ, როცა საქმე არის პარტიულ საქმიანობაზე, რომელიც ემსახურება შენს ქვეყანას. ასე რომ, როგორც წესი პარტიული საქმიანობის, ასე ვთქვათ, ამ რანგის საქმიანობები, როგორც წესი არ არის ხოლმე ანაზღაურებადი. არა. თქვენ კანონებს კითხულობთ? კი, კანონებს ვკითხულობ და გვაინტერესებს. პარლამენტის ანაზღაურება არ იცით? მაგრამ
ღარიბაშვილმა რას მეკითხებით? კი პასუხეთ. იმ ადამიანს ხელფასი მე კი პასუხეთ. კი პასუხეთ. ანუ მოხალისეები კი პასუხეთ. ვისი? ხო, რაც შეეხება კოლექტიური ზინანის ანაზღაურების წესებს, ბევრი გარემოების გამო და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ და მათ შორის გავიხსენოთ, იყო შემთხვევები, როდესაც ერთის მხრივ ხდება დანაშაულის ჩადენა, ზიანს აყენებენ ადამიანებს და არიან დაზარალებულები, რომელსაც ფინანსური ზიანი მიადგათ და შემდეგ ადამიანმა შეიძლება მოიხადოს რამდენიმე წელი და ის ქონება, რომელიც მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული, იმის გამო, რომ მას აქვს ან ოჯახის წევრზე აქვს გადამალული, ან მასთან დაკავშირებულ პირებზე არის გადამალული, ეს ქონება, ასე ვთქვათ, დარჩეს მასთან, დაზარალებული კი იყოს, ვერ მიიღოს კომპენსაციის ზიანისა, რომელიც მიიღო. ამიტომ საკმაოდ ლოგიკური და სწორი და გამართული იდეა არის იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ ხდება ფინანსური ზიანის მიყენება, ეს ზიანი ანაზღაუროს ადამიანი მარტო ის, რომ ადამიანი სასჯელს მოიხდის საჯავშოების დაწესებულებაში, საკმარისი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს დაზარალებული. რითი ცხოვრობდა ირაკლი ღარიბაშვილი ხელფას თუ არ შეგიძლიათ ნახოთ მისი დეკლარაცია და შეგიძლიათ კითხოთ მას. შეგიძლიათ კითხოთ მას და მე რატომ მეკითხავთ მის დაკავშირებით. შეგიძლიათ მას კითხოთ. ფენებში არის და ანუ ისტორიას მე რატომ მიყვებით? ირაკლი ღარიბაშვილი შეგიძლიათ მას კითხოთ მე რატომ. რანაირად გითხოთ სადაც ალო